გულწრფელად ჩემთვის ყოველთვის დიდი პასტილია ჩემი კოლეგების წინაშე რომ აქვს საშუალება წავდგენ და მოგახსენოთ ჩემი მოგზაურებული მოსაზრებები და ფაქტები ამ შემთხვევაში თქვენს მიმართ დიდი პატივისცემის ნიშნად შევეცდები რა შეიძლება მოკლედ ვილაპარაკო და არ დაკრალოთ ბევრი რამ უკვე ითქვა ძალიან გამიადვილდება მე ამით რომ გამოვდო ბევრ რამეს რაც ჩემს მოხსენებაში იყო ეს მოხსენება მეოთხე თუ მეხუთე შევკვეთე დასაწყისში იყო დაახლოებით 1 საათიანი და მე ვფიქრობ 15 წუთში უნდა ჩავერთო აქ როგორც გითხარით უნდა გამოვტოვოთ ეს ყველაფერი და თვითონ თემას რაც შეეხება აქაც ბევრი რამ შეიძლება გამოვტოვოთ უბრალოდ უნდა ვთქვა რომ რატომ დადგა საკითხი ავტონომიური თიროიდიტის დროს რატომ უნდა დავინტერესდეთ B12-ის მხრივ მდგომარეობით საქმე იმაშია რომ B12-ის ვიტამინი B12-ის დეფიციტის სხვადასხვა მიზეზები არსებობს და მნიშვნელოვანი წილი დაკავშირებულია B12-ის ათვისების პრობლემასთან. თავრესად ეს ხდება კუჭის იმას არ ლაპარაკობ ბარიატრიული ქირურგიის მიერ როცა ბაქტერიალურ კუჭის ღეროებად ეფექტებია. ვითარდება ავტოიმუნური აგრესიის მოვლენები კუჭის მხრივ იქ ეგრეთ წოდებული შინაგანი ფაქტორების დეფიციტი ვითარდება სწორედ მისათი ნამბებთან ვითარდება ამ სხეულები და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კუჭის ჯავიანობით დაქვეითებასთან ეს საოცრებელი ყოფილა თურმე საკვებში არსებული ცილებისაგან გაცავდეს B12 ვიტამინი მოკლედ არსებობს მთელი რიგი ვარაუდი მთელი რიგი მოვლენები რომელსაც შეუძლია B12-ის მხრივ დეფიციტი გამოიწვიოს. არის კვლევების ფასური ძალზე საინტერესო, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ კვლევები ხშირად განსხვავებული შედეგით არის გამოქვეყნებული. არის ის კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ B12-ის ვიტამინის დეფიციტი აუტოიმუნური თიროიდიტის დროს არის, სხვადასხვა ერთ-ერთი შვედიელი კვლევა იყო გამოქვეყნებული ქალბატონი ელენე გიორგაძის კლინიკიდან, სადაც დადასტურებული იყო აი ამ ფაქტის არსებობა, მაგრამ არის სხვა კვლევები, სადაც რომლებიც არის B12-ის დეფიციტი აუტოიმუნური თიროიდიტის დროს არ არის. და ჩვენ შევთანხმდით და გადავწყვეტეთ შეგვესწავლა ეს საკითხი. შემთხვევა კონტროლის დიზაინი ჩატარდა 108 პაციენტი იყო, 100 ადამიანი იყო გამოკვლეული და ცხადია რომ ჩართვის კრიტერიუმი იყო აუტოიმუნური თიროიდიტის არსებობა, მაგრამ ჩვენ ამ კვლევაში ცხადია ვერ ჩავხვალდით იმ ადამიანებს, სადაც მაგალითად B12-ის უნალობა ჰქონდა ჩატარებული, ან იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ რაღაცა ისეთი ფაქტორები, რომელიც აღკარად გამოიწვევდა ცვლილებებს და ამ კვლევაში არ ჩავთეს ის პაციენტები, ვისაც B12-ის უნალობა ჰქონდა ჩატარებული, ცხადია იქ უკვე განსხვავებული შედეგები იქნებოდა. შევეცდები რომ ძალიან მოკლედ აი ეს მონაცემები ფაქტები მოგახსენოთ. პირველი, რომ საკვლევ ჯგუფსა და საკონტროლო ჯგუფს შორის ასაკობრივი ცხოველობა პრაქტიკულად სტატისტიკურად არ იყო დამაჯერებელი და შედეგი რა მივიღეთ, რომ საკვლევ ჯგუფში სტატისტიკურად დამაჯერებლად უფრო დაბალი აღმოჩნდა B12 ვიტამინის კონცენტრაცია სისხლში, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში. მართალია საკვლევ ჯგუფში საშუალო მაჩვენებელი აქვს, საშუალო არითმეტიკულია ცხადია. საშუალო მაჩვენებელი არ არის ისეთი დაბალი, როგორც ეს განიხილება, როგორც B12 ვიტამინის დეფიციტი, მაგრამ განსხვავება დამაჯერებელი იყო. აი კიდევ ასეთი
ნორმის მინიმუმია. პირობითად, ახლა ის კედი როდის აპარატით ვაკეთებთ ამ გამოკვლევას ჩვენს კლინიკაში და იქ ვიზიტებული რომ არის ნორმატივები იმ მეთოდიკის 157 მიკროგრამისა პიკოგრამი მილilitrია, თუმცა უნდა გითხრათ რომ წეღავ მოხსენებაში მაგალითად შემთხვევით არის 200 პიკოგრამი მითითებული როგორც მინიმალური ნორმა, ანუ 200-დან ნაკლები განიხილება როგორც დეფიციტი, იყოს კვლევები არის სადაც 130-ზე ნაკლები განიხილება, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ავიღებთ ის რაც ჩვენი მეთოდიკაშია მითითებული ნორმის ქვედა საზღვრად. და აღმოჩნდა რომ ნორმის ქვედა საზღვრის ქვემოთ 19-20% პაციენტებს დიაბეტური ბოდიში ავტონომიური პირედიტის მაშინ როცა საკვებს საკონტროლო ჯგუფში ეს თითქმის 4%-იც კი არ აღმოჩნდა. ეს განსხვავება სტატისტიკურად დამაჯერებელი გახდა. ანუ აუტოიმუნური თიროიდიტის დროს აღმოჩნდა რომ სტატისტიკურად დამაჯერებლად უფრო ხშირია B12 ვიტამინის დეფიციტი. აი ამ დეფიციტის შესაძლო მიზეზებზე ვთქვით რომ არის განსხვავებული მიზეზები და ერთ-ერთი თუ კი ჩვენ გვაქვს აუტოიმუნური აგრესია თიროიდიტის დროს ნახოთ ერთი რა ხდება რა კავშირი არის თუ არა აუტოიმუნური აგრესიის ფაქტთან და თუ კი პირობითად და ალბათ შეიძლება ეს პირობითად დაუშვათ რომ ათისხლების რაოდენობა ხელოვნებაში მაგ შემთხვევაში პეროს და მიმართ ათისხლების რაოდენობა რაც მეტია თუ კი ეს ასახავს აუტოიმუნური აგრესიის ინტენსივობას მაშინ საინტერესოა დაახოთ არის თუ არა რაიმე კავშირი B12 ვიტამინის დონესა და აი ამ თიროპეროქსიდაზის მიმართ ანტისხეულების დონეს შორის. აღმოჩნდა რომ აი ასეთი განტოლებით გამოიხატება დამოკიდებულება B12 ვიტამინსა და თიროპეროქსიდაზის მიმართ ანტისხეულებს შორის. აი ეს გრაფიკი გვიჩვენებს რომ მართლაც რაც უფრო მეტია თიროპეროქსიდაზის მიმართ ანტისხეულების დონე სისხლში, მით უფრო დაბალია B12-ის კონცენტრაცია, მათარია კორელაცია ძალიან დაბალია, სხვა კვლევებში ძალიან და იქ განსხვავებულია, მაგრამ კორელაციის კოეფიციენტი 0,3-ზე მეტი 0,4 თითქმის 10-ში არის. მაგრამ სტატისტიკურად დამაჯერებელი აღმოჩნდა აი ეს ცვლილება და მეორე კუთხიდან რომ მივხვდეთ, ვნახოთ ერთი B12-ის კონცენტრაცია როგორია იქ, სადაც თიროპეროქსიდაზის ანტისხეულები ნორმის ფარგლებშია, აღმოჩნდა რომ სისხლში თიროპეროქსიდაზის მიმართ ანტისხეულები ნორმის ფარგლებშია, აი ამ ადამიანებს ბევრად სტატისტიკურად უფრო დამაჯერებლად მაღალია B12-ის კონცენტრაცია სისხლში, ვიდრე იქ, სადაც თიროპეროქსიდაზის ანტისხეულების დონე ნორმას აღემატება. ესეც შეიძლება კიდევ მეორე კუთხიდან შევხედოთ. ნახოთ B12-ის დეფიციტი სადაც არის, როგორ არის იქ ანტისხეულები. ხედავთ რომ ესე იგი B12-ის დეფიციტის ქვეჯგუფში ტებეოს ანტისხეულების მომატება დაუდგინდათ 13 პაციენტი იყო ასეთი, ვისაც B12-ის დეფიციტი ჰქონდა. 10 ადამიანს, რა თქმა უნდა, პროცენტობის გამოხატვა 10 პაციენტი და ეს ძალიან პირობითია, მით უმეტეს რომ ჩვენ ამ პროცენტებით ოპერირება არ მოგვიწევია და ეგრეთ წოდებული ხ კვადრატის მეთოდით შევეცადეთ სტატისტიკური ანალიზი და დამაჯერებელი განსხვავება აღმოჩნდა. ანუ გამოდის რომ ვისაც B12-ის დეფიციტი აქვს, იქ ანტისხეულების მომატება უფრო ხშირია სტატისტიკურად დამაჯერებლად. ცხადია რომ ეს წეღარ გავხსენე ქალბატონი ელენეს კლინიკიდან შრომა განსხვავებული შედეგები არის მეთქი ტელეფონად გითხარი და ამ დიდხანს არ შეჩერდები, მაგრამ ერთი კია რომ თუ კი აი ეს პარალელიზმი, გარკვეული კორელაციები
ანტისხეულების თიროპეროსტერის მიმართ ანტისხეულების დონესა და B12-ის კონცენტრაციას შორის მივიღეთ ხედელობაში, გამოდის, რომ ჩვენ შემთხვევაშიც აი ეს აუტოიმუნური თიროიდიტის დროს B12-ის დეფიციტი ალბათ მნიშვნელოვანი თვალსაჩინო იმ აუტოიმუნური აგრესიის შედეგია, რომელსაც ზოგადად ორგანიზმში ამ დროს აქვს ადგილი. შესაბამისად, ახლა ასაკთან დაკავშირებით ცადეთ გაგვირგვია და კორელაციის კოეფიციენტი ძალიან დაბალია და არც დამაჯერებელი არ არის, მაგრამ აქაც მივიღეთ ის დაახლოებით რაც ეხლა ქალბატონმა ლარენძარმა სხვა გროებში, რომ ასაკის მატებასთან ერთად არის ერთგვარი ტენდენცია სწორედ აი ამ სერტი B12-ის კონცენტრაციისა. კიდევ ერთი ასეთი რამე, ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავება. ლიტერატურაში ყველგან საპირისპიროა და საქართველოში რა ხდება არ ვიცი. დიაბეტის დროსაც ესეთი მონაცემები მიიღეთ. აუტოიმუნური თიროიდიტის დროს ქალებში მართალია ეს განსხვავება არ იყო დამაჯერებელი სტატისტიკურად, მაგრამ მაინც განსხვავება არის საშუალო მაჩვენებლებს შორის. და კიდევ ერთი, ქალებს შორის B12-ის დეფიციტის შემთხვევები ცალკე ჯგუფად განვიხილეთ, საკონტროლო ჯგუფის ქალები და აუტოიმუნური თიროიდიტის მქონე ქალები და აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა სტატისტიკურად დამაჯერებელი და ქალებს შორის დაახლოებით იგივე არის საერთოებაში. და კიდევ ერთი, რომ ჰიპოთირეოზთან დაკავშირებით. ლიტერატურაში არის მონაცემები, რომ თითქოს ჰიპოთირეოზის დროს განსხვავებულია დეფიციტის რისკი, ეუთირეოზის დროს განსხვავებული. ჩვენთან, როცა მართალია ახლა ამ კვლევაში ჩართული იყო აუტოიმუნური თიროიდიტის მქონე პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ ნაწილს ჰიპოთირეოზი, ნაწილს აუტოიმუნური აგრესიის სხვა მონაცემები დასწორდებოდა, მაგრამ ეუთირეოზული მდგომარეობა ჰქონდა შენასწორი თერაპიის გარეშე. აღმოჩნდა, რომ განსხვავება დამაჯერებელი არ არის აი ამ ფუნქციური მახასიათებლების მიხედვით თუ შევადარებთ. და კიდევ B12-სა და თიროტროპულ ჰორმონს შორის აქაც ხედავთ, რომ პირდაპირ ასეთი ჰორიზონტალური ხაზია ამ თიროტროპული ჰორმონის დონესა და B12-ის კონცენტრაციას შორის პრაქტიკულად არავითარი კორელაცია არ გამოიყენება. დასკვნები ალბათ, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რომ აუტოიმუნური თიროიდიტის დროს სისხლში B12-ის კონცენტრაცია სარწმუნოდ უფრო ნაკლებია, ვიდრე აუტოიმუნური თიროიდიტის გარეშე, რომ აუტოიმუნური თიროიდიტის დროს B12 ვიტამინის დეფიციტი უფრო ფართოდ გავრცელება აუტოიმუნური თიროიდიტის არ მქონე პოპულაციასთან შედარებით სტატისტიკურად დამაჯერებელია და სარწმუნოა, რომ აუტოიმუნური თიროიდიტის დროს სისხლის თიროპეროსტერის მიმართ ანტისხეულების დონის მომატება ასოცირდება B12 ვიტამინის კონცენტრაციის სტატისტიკურად სარწმუნო კვლევასთან და რომ ჩვენი გამოკვლევის შედეგი ადასტურებს მოსაზრებას, რომ აუტოიმუნური თიროიდიტის დროს ვიტამინ B12-ის დეფიციტის პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აუტოიმუნური კომპონენტი. რომ B12 ვიტამინის დეფიციტის არსებობის რისკი აუტოიმუნური თიროიდიტის დროს ქალებს დაახლოებით 6-7-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ქალებს აუტოიმუნური თიროიდიტის გარეშე. და რომ აუტოიმუნური თიროიდიტის დროს ვიტამინის B12-ის დეფიციტი დაახლოებით ერთნაირად ფართოდ არის გავრცელებული, როგორც ეუთირეოზის, ისე ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში. და ბოლოს, რომ არსებული მაღალი რისკის გათვალისწინებით, აუტოიმუნური თიროიდიტის მქონე პაციენტებს უნდა უტარდებოდეს სისხლის ვიტამინ B12-ის დონის კონტროლი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ვიტამინ B12-ის პრეპარატები უმალოვა და შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული მონიტორინგი. დიდი მადლობა.